გამარჯობა. ეს მივდივარ გავალწაროს დასაცავთან და ფერად გორებ. დაახლოებით 50 კილომეტრიანი მარშრუტია და გზაში ვისაუბრებ როგორ გავიაროთ ჩვენი პირველი 50 კილომეტრი. მახსოვს პირველად რო გავიარე 40 კილომეტრი. ვისთავიდან შავნაბადაზე ავედი მინდრებით და უკან რო დავბრუნდი ეიფორიაში ვიყავდი. მგონა რომ ძალიან ბევრი ვიარე. მაგრამ მერე გავიდა დროთა ხანი და ეს ყველაზე დიდი 40 კილომეტრიანი ველო გასვლა შეიცვალა ყველაზე დიდი 400 კილომეტრიანი ველო გასვლა. ამასობაში მეტალურგიასთანაც მოვედი და ახლა გადავუხვევ ქარხნების მხარეს. გადმოვუხვიე ქარხნებისკენ, აი ზურგის ქარი მაქვს და მივქრივარ გარაჟის გადასახადად. გადავიდეთ რჩევით 50 კილომეტრიანი გასვლის შესახებ. პირველ რიგში რაც გვირდება არის სურვილი და გეგმა. სად უნდა იარო, რა გზაზე უნდა იარო. ეს ყველაფერი ყოველთვის ჯობია წინასწარ იცოდე. არჩიო შენთვის კარგად ნაცნობი გზა და თუ შესაძლებელია ამ გზაზე უნდა იყოს ნაკლები მანქანები და ნაკლები აღმართები. დასაგეგმად მე ვიყენებ ხოლმე აპლიკაცია კომუტს. კომუტი არის ძალიან კარგი ველოდასვლების დასაგეგმად. გიჩვენებს როგორც კილომეტრებს, ასევე გიჩვენებს რა გზის საფარი დაგვდება იმ ადგილას და ასევე გიჩვენებს სად და რამდენი აღმართი იქნება გზაზე. კიდევ ერთი რჩევა მარშრუტის შესახებ. არ შეარჩიოთ უკაცრიელი ადგილები. შეარჩიოთ ჯობია რამდენიმე ადამიანი ერთად დახმაროს. მაგრამ თუ მაინც შეარჩიოთ უკაცრიელი ადგილი და მარტო დახვედით, ჯობია ინვესტიციად სათმიტი ხართ და დაახლოებით რა დრო დაგჭირდება. აი ხარი უბერავს და თვითონ არ ჭირდება რეალი ესე. აი გამახსენდა კიდევ ერთი რჩევა. გაითვალისწინეთ მარშრუტის დაეგვისას ქარი თუ არის. ეხლა მაგალითად ეს ქარი დასაწყისი ძალიან კარგია, მაგრამ ეს მარშრუტი არის წრიული და უკან რომ მოვბრუნდები უკვე თავში დავიმბერავს. ამიტომ ესეც გასათვალისწინებელია. უახლოვდეს სოფელ ნაგებს. მარშრუტი ყოფ ხოლმე ტვინში რამდენიმე ნაწილად, მაგალითად რუსთავიდან ნაგებამდე, ნაგებიდან მშვენიერასთან გარეჯის გადასახვევამდე, გადასახვევიდან თებამდე და ასე შემდეგ. ეს მეხმარება რომ არ დავიღალო ფსიქოლოგიურად და თავში რაღაც მიკრო პატარ-პატარა დანიშნულების წერტილები მქონდა. ძალიან უცნაურია, როდესაც ბარში ესეც სვანურ კოშკს ხედავ. ეს არის სოფელი ნაგების კოშკი. შევისვენოთ ცოტა. დოგერი. შეფისე და კიდევ შეჭიმა. ახლა გინეცო შეჭი. ერთა ინე ხეი. დაგიშო. შეისვენეთ ხშირად. პატარ-პატარა 5 წუთიანი შესვენებები გააკეთეთ ხოლმე. დაახსენეთ როგორც თქვენს საჭდომს, ასევე თქვენს გულსადაფილმს. ყოველ შემთხვევაში, როდესაც პირველად მიდიხარ 50 კილომეტრიან გასვლაზე, ჯობია ხშირად შეისვენო. სადაც შესვენებები ვახსენე, უკვე უნდა ვახსენო ტემპი და ინტენსივობა. საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება თუ ვივლით ერთ ტემპში და ძალიან დაბალი ინტენსივობით. ასეთ შემთხვევაში თავიდან ავირიდებთ გადაწყდეს. გამოჩნდა ეს უცნაური დასახლება, რომელსაც გონი გარადოქს ეძახიან. მოგიდე პირველად რო ნახე მოჩვენებების ქალაქი დავარ. ბევრი ვერსიები მომისმენია აქ ვინ ცხოვრობდნენ. იქით ძალიან ბევრი ანძები და ძალიან დიდი სატელიტური თეფში არის. მეცნიერები, აგენტები, მოკლედ ბევრი ვერსია მომისმენია, მაგრამ ზუსტად არ მახსოვს რომელი იყო ყველაზე დამაჯერებელი. აქეთ უკვე ხარის ძეგლიც გამოჩნდა.
აქ შევაგზავნოთ მოძრაობას პირდაპირ. ძალიან მომწონს ეს ხარისძექი. მასობაში საბურავა დაიშვა და თან დაუბერავ და თან გადავალ ჩვენ შემდეგ თემაზე. ყველაზე ხშირად რაც ემართებათ ხოლმე არის საბურავის დაშვება. ამისთვის უნდა გქონდეს ერთი პატარა ჩანთა. ეხლა ამ ჩანთას არ გავხსნი, იმიტომ რომ წესი რომ დარემაგრებოდა და ესეთ თოკით მივამაგრე. მაგრამ შიგნით არის სათადარიგო კამერა, ასევე არის საბურავის ამოსაღები ჯოხები, მაქვს წებო და მაქვს ლატკები, ქართულად არ ვიცი რა დავუძახო. ასევე აუცილებლად გვჭირდება ტუმბო. და დავიწყეთ პირველ. ახლა მე არ დავჭირდა ძალიანად საბურავის მოხსნა და კამერის შეცვლა, იმიტომ რომ წინა და საბურავში ორივე გადმისხია დამცავი სითხე. ეს სითხე როგორ მუშაობს? თუ რამე შეერჯობა და კამერა დაზიანდება, ჰაერის ნაკადთან ერთად სითხე ამოდის, მაგრამ ამ სითხეს არ გვირსება რომ დედდება. და იმ ადგილს შედედდება და იმ ადგილს კეტავს და ჰაერს აღარ გიმოს. მარე მაქვე ვისაუბრებ ველოსიპედის გამართულებაზე. სანამ წახვალთ, საერთოდ სანამ სახლიდან გავხვალთ ველოსიპედი, ჯობია რომ ზუსტად იცოდეთ რომ საბურავი კარგად არის აქ დაჭერილი და არ მოძრაობდეთ, უნდა ვიცოდეთ რომ საჭეც კარგად არის დაჭერილი. კარგად სამის. არად იყოს, დავწუნდეთ რომ მუხრუჭები ორივე იჭერს. ორივე კარგად მუშაობს და ასევე დავწუნდეთ გარემ სიჩქარეებზე. დავწუნდეთ ხოლმე რომ ვრთავს. დავწუნდეთ რომ სკამი კარგად არის ჩამაგრებული, ეს დუდე არ მოძრაობს და არ აქვს პრობლემა, ამისთვის უკიდოთ ხელი და ცოტა შემოწვიოთ და ასევე რომ უკანა საბურავიც კარგად არის ჩამაგრებული. როდესაც შეამოწმოთ ველოსიპედს და ყველაფერი კარგად იქნება, უკვე შეგიძლიათ გავუდგეთ გზას. ალი უნდა ძალიან ხშირად, განსაკუთრებით მაშინ თუ სიცხეში დადიხარ და ვერობს კარგად. ამიტომ ყოველ 15-20 წუთში კარგი იქნება თუ წყალს მოსვამ. პოლიციის შენობა და გადასახავის ჯანმრთელობის მივაგზავნებ მოძრაობას პირდაპირ სოფელ ლევშენიერასკენ, მაგრამ სოფელში შესვლა არ მომიწევს, ახლა მალევე არის გადასახადი. ვერ არის კარგი ამბავი. სახშინელი თავის კარია ეხლა არ მოუხვია. ზედახანი გავჩერდები ქარისგან დავიმალდები. 50 კილომეტრის გავლა ცუდამინში, ქარსა და წვიმაში გაცილებით უფრო რთულია ვიდრე კარგამინში. ერთი და იგივე 50 კილომეტრი ნამდვილად არ არის. ახლა დაახლოებით 23 კილომეტრი ვიარე რუსთავიდან ზურგის ქარში, მაგრამ ბოლო 2 კილომეტრში გაცილებით უფრო მეტად დავიღალე თავის ქარში ვიდრე მანამდე. ზოგიერთ დავაბურე და გავდგები ახლა გზას. წავედი. აი ამ ადგილას უკვე იყოფა გზა. იქ ჩანს დაცვის თემის მონასტერი, აქეთ ფერადიგორები. ამ ადგილამდე სულ ესეთი ახლა დადგებნილი გრუნტიანი გზა მოდის და სავარაუდოდ დასაგებად არის გამზადებული. მე ახლა აქეთ ასფალტიან გზაზე დავაშვები და მივალ პირდაპირ. ამ ადგილიდან კარგად ჩანს რუსთავი. საინტერესო დავით. დასტრესხა. ფერადიგორები. სადაც მივდივარ. და ბოლოს აი ამ გზების გაყოლებით გავიარო ეს გზები და მოვიდე სოფელ ხალსანგოში. სადაც რაშურს ყოფილი.
ესე თავის კარში ცოტა აეროპოზიციაში ჩნდება სასარგებლოა, იმდენად აღარ ხდება ხარი და ცოტა სწრაფადაც მიდიხარ. გადმოსახვევიდან მალე ხდება ხოლმე ეს დინარის კალაპოტი, მაგრამ ეხლა დამშრალი არის და მარტივად გადავიდეთ. ამგვარად პირველად რო დამოვედი, საერთოდ არ იყო ეს ხეში დადგებნილი, შიგნით იძირებოდა ველოსიპედი. მე ვიყავით თან ტრასის ველოსიპედები 23 მმ-იანი საბურავებით და ყოველ 30 მეტრში იწევდა გაჩერება, საქცევა. და მე მაშინ ჩავკეტი ელჩასწლებს ვახსოვს. სიტყვის ვეგდებული. კიდევ ერთი რჩევა გამოდის ეგ რომ შეერჩიეთ ორი ველოსიპედი. ძალიან მიყიდეთ ველოსიპედს და ახსანებ ნახවත් ველოსიპედში. ეხლა მე ვყავს 29 საბურავებზე ჰარდტეილი. წინაც ერთი კარგი ამორტიზატორი და უყენია განიერი საბურავები. ესეთი გზა საკმაოდ მარტივი გასავლელია ამ ველოსიპედით. თუ ესეთ საფარზე მოგიდეთ სიარული ჰარდტეილი ან გრეվել ველოსიპედი საუკეთესო არჩევა. კიდე კაი გვერდიდან მოვედი და შევიხედე. ესეთ რო გადამოვლო ჩავარდებოდი ხა ჩაულებრივად. უნდა ჩავაგდო ხა ეგ მიწა ვინმე არ ჩაიჩეხოს. არ ხდება. ოპა! მაგარი ხიდია. მაგრამ მაინც არ გირჩევთ ამის გაკეთებას. შემოვედი უკან თებში და გაცლებით. სიმყოდროვე არის ქარი იმდენად არ უბენ. როგორი სხვანაირი ლანდშაფტი არის აქ, თუ გეგონება სხვა პლანეტაზე მოხვდი. ეს მანქანა იქ არის გაჩერებული. შკარად მოკლე გზა. სხვადასხვა ყოველთვის აი ესე ვაგზელებ ხოლმე და იმ გორას ვუდა. ეხლა ეს მანქანა რო დავინახე. აქედან ვწდი 100-ს. მოკლე გზა არის. მოკლეა, მაგრამ რთულია. ჯერჯერობით მივდივარ. და ბოლო ნაწილია ყველაზე რთული. ოპა. ჩავარდი. ვატყანოს. იქზევი ძალიან უბერავდა, ამიტომ აქეთ ნიკო პაპას ქოხთან ჩამოვედი. აი, საუზმის დოჭოც დადგა. ჩემი გაკეთებული ბრაუნი სავსეა ნახშირწყლებით და შაქრებით. შაქარი ნახშირწყალია ვიცი. ახოტნეთში კალბასი, რომელიც ნახევარი დაღლებს ვაჭამე, ცოტა პური, შებოლილი სულგუნი და ხილი. გარგარი რამდენიმე და ერთი ძალი ქლიავი. კაია რა, ხილის ტარება არ არის. მთლად მიზანშეწონილი. იმიტომ რომ მძიმეა. მაგრამ მე მინდოდა შემიძლია და რატომაც არა. ზოგადად ჯობია ყოველთვის მშრალი საჭმელი ატარო, რომელსაც ბევრი ნახშირწყლები აქვს. ზოგადად ალბათ ბანანი საუკეთესო ხილია, რაც შეგიძლია ატარო. მაგრამ მე გარგარი ძალიან მომწონს და ეხა ძალიან მწიამონებს. ასე რომ სულ იყო შეგიძლია წადარო. თან წინ რომ ესეთი ხედი გაქვს და თან პატარა თავშესაფარით ძალიან საინტერესო თავშესაფარი აქ გყავს. მეფეები 25 წლის კალენდარი პატარა ხეზე ამოდიფრული ხატი ლოცვანი და ბევრი ნაგავი სამწუხაროდ აშკარად ვინც მოდის ნაგავითან არ მიაქვს ხოლმე. ძალიან ცუდია. არა და წერია. დაიცავით სისუფთავე. არა და რა უნდა იგი პარკი. შენ ნაგავი ჩაყარე იმ პარკში. როგორც მოიტანე ისე წაიღე. წარმოგიდგენე, უფრო მსუბუქი არის და არ მიგაქ. კაროჩი ხარო. ბრაუნის დროს დადგა. გუშინ გამავაცხე. 400 გრამი შაქარი აქვს. ბრაუნის. ასე რომ მარტო ეს რომ ეჭამა სამგორამდე მიმიყვანდა მაინც. თან ძალიან გემრიელია. მამა მია. მაგარი ბრაუნის ვაკეთებ რა.
კაი, დავასრულე. კვება შესვენება და ეხა გავუდგები გზას სამგორისკენ. გზაში მაგარი თავის ქარი მექნება, იმიტომ ბევრს არაფერს გადავიღებ. სანამ სამგორს არ მივუახლოვდები. ასე რომ სამგორამდე. მაგრამ უპერავს. ვაფშე არ მიდის როდესაც. Aero. დიდი ნაგვის ურნა შუა მინდორში. ეს ყველაფერი დიდი ნაგავია, რომელიც ნენელა დაიშლება და მინდორში დარჩება. მოვედით თვითონ აქედან უკვე დაახლოებით 500 მეტრია ჩემს სახლამდე. და გამახსენდა კიდევ ერთი რჩევა, რომელიც შემიძლიათ მოგცეს. ეს არის სპეციალური ველოშორტის შეძენა. ძალიან დაგეხმარებთ გრძელ გასვლაზე. საჯდომთან. ტრაკზე აქ დარბილება, მოკლედ და გეხმარება რომ არ დაგებეჟოს დიდხანში დომისგან და შესაბამისად არ აქტკივდეს. ასე რომ ძალიან კაი შენაძენია, შეიძლება აქ მაღაზიებში ახალიან გამოწეროთ ან მე ძირითადად მეორადებში ვყიდულობ. ძალიან კარგ ხარისებს, ძალიან კარგ ფასად. ესეც ასე. დავასრულე. რეალურად 58 კილომეტრი გამოვიდა. მოდი. დავასრულე რა. კაი გასვლა იყო. ეხლა ლუდის დალევაც ვცდილობ ბათირაცა დამაცდის და აშკარად არ მასწავლებთ. დაჯექი. ვიდა დიხავ. დამაცდი ლუდის დალევას თუ არა?